თავი მე-13. ტრადიცია და სიახლე. პირველი ნაწილი. მე-15 საუკუნის მიწურული იტალიაში. მე-15 საუკუნის დასაწყისის იტალიელი და ფლანდრიელი მხატვრების ახალმა აღმოჩენებმა მთელი ევროპა ააფორიაკა. მხატვრების და მათი მფარველებიც მოიხიბლნენ იმ აზრით, რომ ხელოვნებას შეეძლო არა მარტო საღვთო ამბავი გადმოეცა ამაღელვებლად, არამედ როგორც სარკეში, ისე აესახა რეალური სამყაროს რაიმე მონაკვეთი. შესაძლოა პირველი რაც ხელოვნებაში ამ დიდმა რევოლუციამ მოიტანა ის იყო, რომ მხატვრებმა ახალი გამოუგნებელი ეფექტების მოსინჯვასა და ძიებას მოხვეს ხელი. მე-15 საუკუნის ხელოვნებაში დაუდგრომლობის სულისკვეთებამ დაისადგურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შუა საუკუნეების ხელოვნებასთან უკვე აღარაფერი აკავშირებს. პირველად, სწორედ ამ გარდატეხის ერთ-ერთ შედეგზე შევჩერდებით. დაახლოებით 1400 წლამდე ევროპის სხვადასხვა ნაწილში ხელოვნება ერთგვაროვნად ვითარდებოდა. გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდის გოთიკური სტილი მხატვრობაშიც და ქანდაკებაშიც ინტერნაციონალური სტილის სახელით არის ცნობილი. ვინაიდან საფრანგეთსა თუ იტალიაში, გერმანიასა თუ ბურგუნდიაში მოწინავე ოსტატთა მიზნები ძალიან გავდა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ეროვნული სხვაობებიც არსებობდა. გავიხსენოთ საფრანგეთსა და იტალიას შორის განსხვავება მე-13 საუკუნეში, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს არა მარტო ხელოვნებაზე ითქმის, არამედ განათლებასა და პოლიტიკაზეც კი. შუა საუკუნეების ყოველი განსწავლული ადამიანი ლათინურად ლაპარაკობდა და წერდა და პარიზის, პადუისა თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრება ბევრს არაფერს ცვლიდა. მაშინდელი თავადაზნაურობა რაინდულ იდეალებს იზიარებდა. მათი ერთგულება თავიანთი მეფის თუ ფეოდალის მიმართ იმას არ გულისხმობდა, რომ მათ თავი ერთი რომელიმე ხალხის ან ერის კომაგად მიაჩნდათ. ყოველივე ეს თანდათან შეიცვალა შუა საუკუნეების ბოლოსთვის, როდესაც ქალაქები, ბიურგერები ან ვაჭრებიანად, ბარონების ციხე-დარბაზებზე უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა. ვაჭრები თავიანთ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ყველა უცხოელ კონკურენტსა თუ დაუპატიჟებელ სტუმარს ერთიანი ძალით იგერიებდნენ. ყოველ ქალაქს იამაყებოდა თავისი მდგომარეობა, საკუთარი პრივილეგიები ვაჭრობასა და წარმოებაში და უფრთხილდებოდა კიდეც მათ. შუა საუკუნეებში კარგი ოსტატი შეიძლებოდა ერთი მშენებლობიდან მეორეზე გადასულიყო. შესაძლებელი იყო იგი ერთი მონასტრიდან მეორეში გაეგზავნათ და იშვიათად თუ იკითხავდა ვინმე მის ეროვნებას. მაგრამ როგორც კი ქალაქები დაწინაურდნენ, მხატვრებიც, სხვა ხელოსნებისა და ოსტატების მსგავსად, ამქრებში გაერთიანდნენ. ეს ამქრები ბევრი რამით ჩვენს პროფესიულ კავშირებს ჩამოჰკავდა. მათი დანიშნულება საკუთარი წევრების უფლებებისა და პრივილეგიების დაცვა და მათი ნაწარმის გასაღების საიმედოდ უზრუნოყოფა იყო. ამ ქაში მოსახვედრად მხატვარს გარკვეული მოთხოვნების შესაბამისად მუშაობის უნარი უნდა გამოეჩინა და უნდა დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად თავისი საქმის ოსტატი იყო. ამის შემდეგ მას უფლება ეძლეოდა გაეხსნა სახელოსნო, აეყვანა შეგირდები და მიეღო შეკვეთები საკურთხევლის მხატვრობის, პორტრეტების, მოხატული სკიურების, დროშების, გერბების და მისთანათა შესასრულებლად. ამქრები და კორპორაციები ჩვეულებრივ დიდარი კომპანიები იყო, რომელთაც ქალაქის მართვაშიც ჰქონდათ წილი. და არა მარტო ხელს უწყობდნენ განვითარებაში, არამედ მის გასალამაზებლადაც არაფერს იშურებდნენ. ფლორენციასა და სხვა ქალაქებში ოქრომჭედლების, მემაუდეების, მესაჭურლეებისა და სხვათა ამქრები თავიანთი თანხების ნაწილს ეკლესიების დასაარსებლად, ამქართა დარბაზების ასაშენებლად, საკურთხევლებისა და კაპელების დასაკვეთად სწირავდნენ ხოლმე. ამ თვალსაზრისით მათ ხელოვნებისთვის ბევრი რამ გააკეთეს. მეორე მხრივ ისინი ყოველნაირად იცავდნენ საკუთარი წევრების ინტერესებს. უცხოელი მხატვრობის დასაქმებასა და გადმოსახლებას ხელს უშლიდნენ. მხოლოდ ძალიან ცნობილი მხატვრები თუ ახერხებდნენ ამ წინააღმდეგობის გადალახვას და ისე თავისუფლად მოგზაურობას, როგორც ეს დიდი კათედრალების მშენებლობის ხანაში ხდებოდა, ყოველივე ამან ხელოვნების ისტორიას თავისი კვალი დააჩნია, რადგან ქალაქების ზრდის წყალობით ინტერნაციონალური სტილი ევროპის უკანასკნელი საერთაშორისო სტილი გამოდგა მე-20 საუკუნემდე. მე-15 საუკუნეში ხელოვნება განსხვავებულ სკოლებად დაიყო. იტალიის, ფლანდრიისა და გერმანიის თითქმის ყველა დიდ თუ პატარა ქალაქს საკუთარი სამხატვრო სკოლა ჰქონდა. სიტყვა სკოლა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. იმხანად არ არსებობდა ხელოვნების სკოლები, სადაც მოსწავლეები იმეცადინებდნენ. თუ ყმაწვილს სურდა მხატვარი გამხდარიყო, მამა მას ქალაქის რომელიმე გამოჩენილ ოსტატს მიაბარებდა ხოლმე. შეგირდი ოსტატის სახლში ცხოვრობდა, მისი ოჯახის დავალებებს ასრულებდა და ყოველნაირ სამსახურს უწევდა. თავიდან მისთვის შეიძლებოდა საღებავების დაფხნა, ან ოსტატისთვის ფიცრის თუ ტილოს მომზადება დაევალებინათ. დროთა განმავლობაში შესაძლებელი იყო ყმაწვილისთვის რაიმე უმნიშვნელო საქმეც, მაგალითად, საალმე ჭოკის მოხატვა მიენდოთ.
გარკვეული ხნის შემდეგ კი მოუცლელობის ჟამს ოსტატს შეიძლებოდა მისთვის თავისი დიდი ნამუშევრის რომელიმე ნაკლებად შესამჩნევი და უმნიშვნელო ნაწილის, მაგალითად ტილოზე, მის მიერ უკვე მონიშნული ფონის ან სცენის რომელიმე მეორე ხარისხოვანი მოქმედი პირის სამოსის დასრულება ეთხოვა. თუ შეგირდი ოსტატის ხელწერის ზედმიწევნით მიბაძვის ნიჭსა და უნარს გამოავლენდა, მას უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაავალებდნენ. მაგალითად, ოსტატის ნახატის მიხედვით და მისივე ზედამხედველობით მთელი სურათის შესრულებას. ასეთი იყო მე-15 საუკუნის სამხატვრო სკოლები. ეს მართლაც ჩინებული სკოლები გახლდათ. ესეთ საფუძმიან წვრთნაზე ბევრი დღევანდელი მხატვარიც არ იტყოდა უარს. ამა თუ იმ ქალაქის ოსტატთა მიერ თავიანთი ჩვევებისა და გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გადაცემის ასეთი წესი ხსნის, თუ რატომაა ასე გამოკვეთილად ინდივიდუალური შესაბამისი ქალაქის სამხატვრო სკოლა. ადვილი გამოსაცნობია. ფლორენციულია მე-15 საუკუნის რომელიმე სურათი თუ სიენური, დიჟონიდან არის იგი, ბრიუგედან, კიოლნიდან თუ ვენიდან. იმისთვის, რომ უამრავი ნაერგვარი მხატვრის, სკოლისა და ექსპერიმენტის მიმოხილვა გაგვიადვილდეს, უმჯობესია კვლავ ფლორენციაში დავბრუნდეთ, სადაც ხელოვნების დიდი რევოლუცია დაიწყო. სასიამოვნო სანახავია, როგორც ცდილობდა ბრუნელესკის, დონატელოს და მაზაჩოს შემდეგ მოსული თაობა, მათი აღმოჩენები გამოეყენებინა და ყველა სახის ამოცანისთვის მიესადაგებინა. ეს ყოველთვის ადვილი როდი იყო. უმთავრესი ამოცანები, რომლებსაც მათ დამკვეთები უსახავდნენ, დიდხანს რჩებოდა უცვლელი, ხოლო ახალი რევოლუციური ხერხები ამ ტრადიციულ დაკვეთებს ზოგჯერ ვერც ეგუებოდა. მაგალითად, ხუროთმოძღვრება. ბრუნელესკის იდეა მის მიერ რომის ნანგრევებიდან გადმოღებული კლასიკური ნაგებობების ფორმების, სვეტების, ფრონტონების, კარნიზების დანერგვაში მდგომარეობდა. თავის აშენებულ ეკლესიებში მან სწორედ ეს ფორმები გამოიყენა. მისი მიმდევრები ცდილობდნენ მისთვის ეჯობნათ. 162 სურათზე წარმოდგენილი ეკლესია დაგეგმარებულია ფლორენციელი არქიტექტორის ლეონ ბატისტა ალბერტის მიერ, რომელმაც მისი ფასადი რომაული ყაიდის უზარმაზარი ტრიუმფალური თაღის სახით ჩაიფიქრა. მაგრამ როგორ გონდა მისადაგებოდა ახალი პროგრამა ქალაქის ქუჩაზე მდგომ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს. შეუძლებელი იყო ტრადიციული სახლები და სასახლეები წარმართული ტაძრების ყაიდაზე აეშენებინათ. რომაული ხანის არც ერთი კერძო სახლი არ არის შემორჩენილი, მაგრამ რომც ყოფილიყო, საჭიროებანის და წესჩვეულებებიც ისე შეიცვალა, რომ ნიმუშად მაინც და მაინც ვერ გამოდგებოდა. ესე რომ ჩნდებოდა კითხვა, როგორი უნდა ყოფილიყო კომპრომისი ტრადიციულ, კედლებიან და ფანჯრებიან სახლსა და იმ კლასიკურ ფორმებს შორის, რომელთა გამოყენებაც არქიტექტორებს ბრუნელესკი მასწავლა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა ალბერტიმ მოახერხა და მის მიერ მიგნებულ გამოსავალს ყავლი დღემდე არ გასვლია. მან დიდარი ფლორენციელი ვაჭრის რუჩელაის ოჯახისთვის ააშენა სასახლე, რომელიც ჩვეულებრივ სამსართულიან შენობად დააგეგმარა. მის ფასადსა და რომელიმე კლასიკურ ნაშთს შორის მსგავსება ძალიან მცირეა. მაგრამ ალბერტიმ მაინც ბრუნელესკის პროგრამას მისდია და ფასადის მოსართავად კლასიკური ფორმები გამოიყენა. სვეტებისა თუ ნახევარსვეტების მაგივრად მან სახლი ბრტყელი პილასტრებისა და ანტაბლემენტების ბადით დაფარა, რაც კლასიკურ ორდერზე მიგვანიშნებს. შენობის სტრუქტურას კი არ ცვლის. ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ სად შეითვისა ალბერტიმ ეს პრინციპი. გავიხსენოთ რომის კოლოსეუმი, სადაც სხვადასხვა სართულზე სხვადასხვაგვარი ბერძნული ორდერი იყო გამოყენებული. ქვედა სართულზე აქაც დორიული ორდერია მოშველიებული და პილასტრებს შორისაც კვლავ თაღებს ხედავთ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ალბერტიმ რომაული ფორმების შემოტანით ძველებურ ქალაქურ სასახლეს ახლებური იერი შესძინა, გოთიკურ ტრადიციებთან კავშირი მთლიანად მაინც არ გაუთვეტია. ამ სასახლის ფანჯრებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარკმლებს თუ შეადარებთ, სრულიად მოულოდნელ მსგავსებას აღმოაჩენთ. ალბერტიმ გოთიკური მოდელი უბრალოდ კლასიკურ რიგზე თარგმნა, ბარბაროსული შეისრული თაღი მოაშორა და კლასიკური ორდერის ელემენტები ტრადიციულ კონტექსტში გამოიყენა. ალბერტის ეს მიგნება ტიპურად შეიძლება მივიჩნიოთ. მე-15 საუკუნის ფლორენციელი მხატვრები და მოქანდაკეები ხშირად ხვდებოდნენ იმგვარ ვითარებაში, როდესაც ახალი პროგრამის ძველი ტრადიციისთვის მისადაგება უხდებოდათ. ახლისა და ძველის, გოთიკური ტრადიციებისა და თანამედროვე ფორმების ასეთი შერევა ამ საუკუნის შუახანების ბევრი ოსტატისთვისაა დამახასიათებელი. იმ უდიდეს ფლორენციელ ოსტატთა შორის, რომელთაც ახალი მიღწევები ძველ ტრადიციას წარმატებით შეუთანხმეს, დონატელოს თაობის მოქანდაკე ლორენცო გიბერტიც იყო. 174 სურათზე წარმოდგენილია რელიეფი სიენის ემბაზისა, რომლისთვისაც დონატელომ ჰეროდეს ნადიმი შექმნა.
დონატელოს ნამუშევარზე ზემოთ ითქვა, აქ ყველაფერი ახალიაო. გიბერტის ნაწარმოები კი ერთი შეხედვით ნაკლებად გვაგვირვებს. სცენის აგება მე-12 საუკუნის ცნობილი ლიეჟელი ლითონ ქანდაკებლის ნახელავს მიაგავს. ცენტრში მოთავსებული ქრისტეს გარშემო წმინდა იოანე ნათლისმცემელი და მსახური ანგელოზები არიან, ხოლო ცაზე მამა ღმერთი და მტრედი იხილვებიან. გიბერტის ქმნილებაში დეტალების დამუშავებაც კი მის შუა საუკუნოვან წინამორბედებს მოუაგონებს. გულდასმით და სიყვარულით შესრულებულმა ტანსაცმლის ნაკეცებმა შესაძლოა მე-14 საუკუნის ოქრომჭედლის ღვთისმშობელი გაგახსენოთ, რომელიც 139 სურათზეა გამოსახული. და მაინც გიბერტის ნამუშევარი თავისებურად ისევე ძალმოსილი და დამაჯერებელია, როგორც დონატელოს შესაბამისი ნამუშევარი. მანაც იცის, როგორ დაახასიათოს ყოველი ფიგურა და გაგვაგებინოს რა როლს ასრულებს თითოეული მათგანი. ქრისტე, ღვთისკრავი, ლამაზი და მორჩილია. უდაბნოში ტანგალეული წინასწარმეტყველის წმინდა იოანეს, მოძრაობა საზეიმო და ენერგიული. ციური ძალნი, ანგელოზები, კი სიხარულითა და გაოცებით უსიტყვოდ შესქერიან ერთმანეთს. დონატელომ საღვთო ამბის ახლებური დრამატულობით გადმოცემისას რამდენადმე დაარღვია მთელის თვალსაჩინო სიმწყობრე, რაც მანამდე ასე საამაყოდ მიიჩნეოდა. გიბერტმა კი იმაზე იზრუნა, რომ მკაფიობა და თავშეკავებულობა არ დაეკარგა. იგი რეალური სივრცის შთაბეჭდილებას კი არ გვიქმნის, რაც დონატელოს ჰქონდა მიზნად დასახული. არამედ არჩია სიღრმეოდნო მieნიშნებინა და ძირითადი ფიგურები ნეიტრალურ ფონზე ნათლად გამოეკვეთა. გიბერტის მსგავსად, რომელსაც მთლად არც გოთიკურ ხელოვნებაზე უთქვამს უარი და არც თავისი დროის ახალი მიგნებების მოშველიებაზე, დიდმა ფენწერმა ფრა ანჯელიკომაც, იგივე ძმა ანჯელიკომ, რომელიც ფლორენციის მახლობლად მდებარე ფიეზოლედან იყო, მაზაჩოს ახლებური მეთოდები უმთავრესად რელიგიური ხელოვნების ტრადიციულ იდეათა გამოსახატავად გამოიყენა. ფრა ანჯელიკო დომინიკელთა ორდენის ბერი იყო. მისი უმშვენიერესი ნამუშევართაგანია დაახლოებით 1440 წელს ფლორენციის სან მარკოს მონასტერში შესრულებული ფესკები. მან ყოველი ბერის სენაკში და ყოველი დერეფნის ბოლოში საღვთო სცენა გამოსახა. როდესაც ძველ გარინდებულ შენობაში მავალი მათ ერთი მეორის მიყოლებით ათვალიერებ, გარკვეულწილად გრძნობ იმ სულიერ განწყობილებას, რომელმაც ეს ფრესკები შვა. 165 სურათზე მოცემული, ერთ-ერთ სცენაში დახატული ხარების სცენით, მაშინვე ხვდებით, რომ პერსპექტივის ხელოვნება მისი შემქმნელისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. თაღედი, სადაც მუხ-მოდრეკილი ღვთისმშობელია გამოსახული, ისევე დამაჯერებლად არის წარმოდგენილი, როგორც კამარა მაზაჩოს ცნობილ ფრესკაზე. თუმცა კედელში ხვრელის გაკეთება ფრა ანჯელიკოს მთავარი განზრახვა უთუოდ არ ყოფილა. მასაც, ისევე როგორც სიმონე მარტინის მე-14 საუკუნეში, სურდა საღვთო სცენა ჯეროვნად მშვენიერი და უბრალო გამოსვლოდა. ფრა ანჯელიკოს ამ მოხატულობაში თითქმის არ არის რაიმე მოძრაობა და არც რომელიმე სხეული ჩანს ნამდვილად მკვრივი. მაგრამ ჩემი აზრით, ამ ნაწარმოებებში ამაღელვებელი სწორედ ის კრძალვაა, რომლის გამოც დიდმა მხატვარმა ნებით თქვა უარი, სიახლეებით თავი გამოეჩინა. მიუხედავად ამისა, მას კარგად ესმოდა ის პრობლემები, რომლებიც ხელოვნებაში ბრუნელესკიმ და მაზაჩომ შემოიტანეს. რაოდენ მიმზიდველი და რთული შეიძლება იყოს ეს პრობლემები, სხვა ფლორენციელი ფერმწერის, პაოლო უჩელოს შემოქმედებაში ჩანს. მისი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული სურათი, ბატალური სცენის გამოსახულებით, ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება. როგორც ჩანს, ეს სურათი პალაცო მედიჩის, ყველაზე ძლევამოსილ და მდიდარ ფლორენციელ ვაჭართა ოჯახის საქალაქო სასახლის ერთ-ერთ ოთახში, მოფიცვრის, ანუ კედლის ქვედა ნაწილის დამფარავი პანელების თავზე იყო მოთავსებული. უჩელოს სურათზე გამოსახულია ეპიზოდი ფლორენციის ისტორიიდან, რომლის შესახებ მithქმა-მოთქმა მისი დახატვის დროს ჯერაც არ ჩამცხრალიყო. ეს გახლავთ 1432 წლის სან რომანოს ბრძოლა. იტალიურ დაჯგუფებათა შორის მრავალი ბრძოლიდან ერთ-ერთი, რომელშიც გამარჯვება ფლორენციელთა ლაშქარს დარჩა. ზერელეს შეხედვისას სურათი საკმაოდ შუა საუკუნეობრივი ჩანს. აბჯარასხმული რაინდები, გრძელი და მძიმე შუბებით, ცხენებზე ისე ამხედრებულან, თითქოს ტურნირი უნდა გაიმართოს. ამათ შეიძლება შუა საუკუნეების სარაინდო რომანები მოგვაგონოს. არც სცენა ჩანს მაინც-ამაინც ახლებურად გადაწყვეტილი. ცხენებიც და ადამიანებიც ცოტათი ხისგან გამოთლილ თოჯინებს გვანან. მთლიანობაშიც ეს ხალისიანი სურათი ნამდვილ ომს ძალზე დაშორებულია. მაგრამ თუ კი საკუთარ თავს გითხავთ, რატომ გვანან ეს ცხენები სათამაშოებს და მთელი სცენა თოჯინების თეატრს რატომ გვაგონებს, ერთ უცნაურ რამეს აღმოვაჩენთ. მხატვარი თავისი ხელოვნების ახალი შესაძლებლობებით იმდენად მოხიბლული იყო,
რომ ყველანაირად ცდილობდა ფიგურების სივრცეში ისე განელაგებინა, თითქოს ისინი დახატული კი არა, გამოქანდაკებულია. ამბობენ, პერსპექტივის აღმოჩენამ უჩელოზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღე და ღამეს ასწორებდა საგნების რაკურსით გამოსახვაში და სულ ახალ-ახალ ამოცანებს ისახავდაო. როგორც მისი თანამედროვე მხატვრები ხვებოდნენ, იგი თავისი კვლევებით იმდენად იყო გატაცებული, რომ არც კი ესმოდა, როდესაც ცოლი დასაძინებლად ეძახდა და ხშირად წამოიძახებდა ხოლმე. რა ტკბილი რამ არის ეს პერსპექტივა. სურათზე აშკარად შეგვიძლია დავინახოთ ამ აღდაცების კვალი. უჩელომ ალბათ საკმაოდ ბევრი იწვალა, რომ მიწაზე მიმობნეული საჭურველი სწორი რაკურსით გამოესახა. ყველაზე მეტად კი ალბათ ცხენიდან ჩამოარდნილი, მიწაზე მწოლიარე მეომრის ფიგურა ეამაყებოდა, რომლის რაკურსით გამოსახვა წესით ყველაზე მეტად უნდა გასჭირვებოდა. მსგავსი ფიგურა მანამდე არავის დაეხატა და თუმცა იგი სხვა ფიგურებთან შედარებით საკმაოდ მცირე ზომისაა, ადვილი წარმოსადგენია, როგორ მღელვარებას გამოიწვევდა. ამ სურათზე, რასაც არ უნდა შეხედოთ, ყველაფერს ეტყობა, როგორ აინტერესება პერსპექტივა უჩელოს და როგორ ჯადოსავით მოქმედებდა იგი მის გონებაზე. მიწაზე მიმობნეული, გადამტვრეული შუბებიც კი ისეა განლაგებული, რომ საერთო თავმოყრის წერტილისკენაა მიმართული. ნაწილობრივ სწორედ მათემატიკური სიზუსტის გამო, ჩვენ თვალწინ ხელოვნური სცენა იშლება და თითქოს ბრძოლა ამ სცენაზე იმართება. თუ რაინდობის ამ ზეიმის შემდეგ უანეიკის რაინდების გამოსახულებას და ლიმბურგების მინიატურას დაუბრუნდებით, რომლებიც ერთმანეთს ადრე შევადარეთ, უკეთ დავინახავთ, რით იყო დავალებული უჩელო გოთიკური ტრადიციისგან და როგორ გარდაქმნა მან იგი. ჩრდილოეთში უანეიკთან ინტერნაციონალური სტილის ფორმების გადასხვაფერება უშუალოდ დანახული დეტალების მომრავლებისა და საგნის ზედაპირის უმცირესი ელფერის გადმოცემის ცდა მოიტანა. უჩელოს მიდგომა თითქმის საპირისპიროა. მისთვის ასე საყვარელი პერსპექტივის ხელოვნების მომარჯვებით, იგი შეეცადა დამაჯერებელი სცენა აეგო, სადაც ფიგურები მკვრივნი და რეალურნი გამოჩნდებოდნენ. სიმკვრივე მათ ნამდვილად აქვთ. საერთო შთაბეჭდილება კი ცოტათი სტერეოსკოპული სურათისაა, რომელსაც წყვილი ლინზით უყურებენ ხოლმე. უჩელომ ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ უნდა მოეშველიებინა შუქჭდილისა და ჰაერის ზემოქმედება, მკაცრი პერსპექტიული გამოსახულების მკვეთრი კონტურების შესარბილებლად. მაგრამ როდესაც ლონდონის ეროვნულ გალერეაში ამ სურათს უყურებთ, არაფერს მოვისაკლისებთ. ვინაიდან თუმცა გამოყენებითი გეომეტრია აიკვიატა, უჩელო ნამდვილი ხელოვანი იყო. ფრა ანჯელიკოს მსგავსი მხატვრები სიახლეებს წინანდელი სულისკვეთების შეუცვლელად იყენებდნენ. უჩელოს მსგავსნი ერთიანად ახალი ამოცანებით იყვნენ შეპყრობილი. ხოლო ნაკლებად ღვთისმოსავი თუ ნაკლებად თაუმწონე მხატვრები ახალ მეთოდებს თამაშ-თამაში ითვისებდნენ და მათი სირთულის გამო თავს სულაც არ ითქივებდნენ. საზოგადოებას ალბათ ის ოსტატები მოსწონდა, რომლებიც ძველიდანაც და ახლიდანაც მას ყველაფერს საუკეთესოს მიაწვდიდნენ. აი მაგალითად, მედიჩების სასახლის სამლოცველოში კედლების მოხატვა ბენოცო გოცოლის დაუკვეთეს, ფრა ანჯელიკოს მოწაფეს. მაგრამ ეთყობა სრულიად განსხვავებული შეხედულებების ადამიანს. მან სამლოცველოს კედლებზე 3 მოგვის მსვლელობა გამფინა, რომლებიც ჭეშმარიტად მეფურ სამეფოში ხალისიანი ბუნების წიაღში მგზავრობენ. იხილეთ სურათი 168. ბიბლიური ეპიზოდი მას საბაბს აძლევს ლამაზად მორთულ მოკაზმული, გაფაშფაშებული ტანის ამოსი, მომხიბლავი და მხიარული ზღაპრული სამყარო წარმოგვიდგინოს. უკვე ვიცით, როგორ შემუშავდა მსგავსი, წარჩინებულთა გართობას ანახაობების გამოსახვისკენ მიდრეკილი გემოვნება ბურგუნდიაში, რომელთანაც მედიჩებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, გოცოლის განზრახული ჰქონდა ეჩვენებინა, რომ თანამედროვე ცხოვრების ხალისიანი სურათები ახალ მონაპოვართა გამოყენებით კიდევ უფრო ცოცხალი და სასიამოვნო გახდებოდა. ამაში ვერ შევედავებით. იმხანა ცხოვრება მართლაც იმდენად თვალწამტაცი და ნაირფერი იყო, რომ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის იმ მცირე რანგის ოსტატების მიმართ, რომლებმაც თავიანთ ნამუშევრებში მისი სითქმოებანი უკდაუღეს. ფლორენციაში ჩამსვლელთაგან არავინ უნდა მოიკლოს ამ პატარა სამლოცველოში მისვლის სიხარული, რომელსაც იმ დალხენილი ყოფის პეცი და სურნელი თითქოს დღემდე შერჩენია. ამასობაში ფლორენციის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ქალაქების მხატვრებმაც აიტაცეს დონატელოსა და მაზაჩოს ახალი იდეები. და შესაძლოა თვით ფლორენციელებზე უფრო მეტადაც იყვნენ მონდომებული, მათი სიკეთით ესარგებლად. ერთ-ერთი მათგანია ანდრეა მანტენია, რომელიც თავიდან ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქ პადუაში, შემდეგ კი მანტუის გამგებელთა კარზე მუშაობდა. ორივე ჩრდილოეთ იტალიაშია. პადუის ეკლესიაში ძალიან ახლოს იმ სამლოცველოსთან, სადაც ჯოტომ თავისი ცნობილი ფრესკები დახატა, მანტენიამ შექმნა კედლის მხატვრობის ნიმუშები წმინდა იაკობის ცხოვრების სცენებით. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია ყუმბარამ დააზიანა და მანტენიას შესანიშნავი ნახატების უმეტესი ნაწილი განადგურდა.
ეს მეტად სამწუხარო დანაკლისია, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტად მსოფლიო ხელოვნების ყველა დროის საუკეთესო ქმნილებებს შორისაა. ერთ-ერთი კომპოზიცია ასახავს, როგორ მიიღავთ წმინდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად. ჯოტოს და დონატელოს მსგავსად მანტენიაც ცდილობდა წარმოედგინა, როგორ გამოიყურებოდა ეს სცენა სინამდვილეში. მაგრამ საზომი იმისა, რასაც იგი რეალობას უწოდებდა, ჯოტოს შემდეგ კიდევ უფრო დაზუსტდა. ჯოტოსთვის მთავარი იყო ამა თუ იმ ამბის შინაგანის აზრისი. როგორ იმოძრავებდნენ და მოიქცეოდნენ ქალები და მამაკაცები ამა თუ იმ გარემოებაში. მანტენიას კი ამასთან ერთად სხვა გარემოებებიც აინტერესებდა. მან იცოდა, რომ წმინდა იაკობი რომის იმპერატორთა დროს ცხოვრობდა. ამიტომ მოწადინებული იყო სცენა ზუსტად იმ სახით აღედგინა, როგორიც ის თავის დროზე იქნებოდა. ამისთვის მან საგანგებოდ შეისწავლა კლასიკური ძეგლები. ქალაქის კარიბჭე, საიდანაც წმინდა იაკობი გახყავთ. რომაული ტრიუმფალური თაღია. თამხლები ჯარისკაცები კი რომაელი ლეგიონერებივით არიან ჩაცმულ აღჭურვილი. ზუსტად ისე, როგორც მათ კლასიკურ ძეგლებზე გამოსახავდნენ. ეს მხადრობა ანტიკურ ქანდაკებას მხოლოდ ტანსაცმლისა და ორნამენტის დეტალებით როდი გვაგონებს. მთელი სცენა რომაული ხელოვნების სულისკვეთებით, მისი მკაცრი უბრალოებით და პირქუში სიდიადით არის გამსჭვალული. შეუძლებელია უფრო ძლიერი იყოს გამოკვეთილი განსხვავება ბენოცო გოცოლის ფლორენციულ ფრესკებსა და მანტენიას ნაწარმოებებს შორის, რომლებიც თითქმის იმავე წლებში იქმნებოდა. გოცოლის მხიარულ დღესასწაულში ინტერნაციონალური გოთიკური სტილის გემოვნებისკენ მიბრუნება ამოიცნობა. მანტენია თავის მხრივ მაზაჩოს გზას აგრძელებს. მისი ფიგურები ისევე ქანდაკოვანი და გამომსახველია, როგორც მაზაჩოსი. მაზაჩოს მსგავსად, პერსპექტივის ახალ ხელოვნებას ისიც დიდი მონდომებით იყენებს, მაგრამ უჩელოსავით როდი ეტანება იმ ახალ-ახალი ეფექტების ჩვენებას, ამ ჯადოსნური ხეხით რომ მიიღწევა. პერსპექტივა მანტენიასთვის საშუალებაა იმგვარი სცენის შესაქმნელად, სადაც მისი ფიგურები მკვრივი და ხელშესახები არსებების მსგავსად იდგებიან და იმოძრავებენ. იგი მათ დახელოვნებული რეჟისორივით ანაწილებს ისე, რომ მომენტის მნიშვნელობა და ამბის მსვლელობა ნათლად გამომშალდეს. მოქმედება ჩვენ თვალწინ იშლება. პროცესია, რომელიც წმინდა იაკობს მიყვება, შეჩერებულა, ვინაიდან მის ერთ-ერთ მდევნელს მოუნანიებია და წმინდანს კურთხევის მისაღებად ფეხებში ჩავარდნია. წმინდანი მშვიდად შემოbrunებულა მის დასალოცად. რომაელი ჯარისკაცები კი იქვე დგანან და მათ თვალყურს ადევნებენ. ერთი გულგრილია, მეორეს კი ხელი ექსპრესიულად აქვს აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც აღელვებულია. სცენას თაღის სიმგვალე აჩარჩოებს და გამოყოფს მას ხმაურიანი მოთვალთვალე ბრბოსგან, რომელსაც ბადრაგი ერეკება. ჩრდილოეთ იტალიაში ახალ მხატვრულ ხეხებს მანტენია იყენებდა. ფლორენციის სამხრეთით მდებარე რეგიონის ქალაქებში, არეცოსა და ურბინოში, კი იმავეს აკეთებდა მეორე დიდი ფერმწერი, პიერო დე ლა ფრანჩესკა. გოცოლის და მანტენიას ფრესკების მსგავსად, პიერო დე ფრანჩესკას ნახატებიც მე-15 საუკუნის შუახანების მერია შექმნილი. ესე იგი, ისიც მიახლოებით მაზაჩოს მომდევნო თაობას ეკუთვნის. 170 სურათზე გამოსახულია სახელგანთქმული ლეგენდა იმ სიზმრის თაობაზე, რომლის გამოც იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანული სარწმუნოება აღიარა. თავის მეტოქესთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ მას ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც ჯვარი უჩვენა და უთხრა: ამ ნიშნით შენ გაიმარჯვებ. პიეროს ფრესკაზე ეს სცენა ღამით ხდება, იმპერატორის კარავში, ბრძოლის წინ. იმპერატორს ფარდაახდილ კარავში სამგზავრო საწოლზე ზძინავს. ერთი მცველი მის საწოლთან ზის. ორი სხვა ჯარისკაცი კი სადარაჯოზეა. ღამის წყნარ სცენას უეცრად ასხიოსნებს შუქის გაელვება. ზეციდან მოისწრაფვის ანგელოზი, რომელსაც გაწბილ ხელში ჯვრის სიმბოლო უჭირავს. ისევე როგორც მანტენიასთან, ეს სცენაც ერთგვარად თეატრის წარმოდგენას მოგვაგონებს. სამოქმედო ადგილი საკმაოდ მკაფიოდაა შემოსაზღვრული და ძირითადი მოქმედების გარდა არაფერი იფხრობს ჩვენს ყურადღებას. მანტენიას მსგავსად პიერომაც სადა რომაელი ლეგიონერების ტანსაცმელი სწორად გამოესახა და მანტენიასავით მანაც თავი შეიკავა იმგვარი სახალისო და ფერად-ფერადი დეტალებისგან, როგორებსაც თავის კომპოზიციებში გოცოლი ახავებდა. პიერო სრულყოფილად ფლობდა პერსპექტივის ხელოვნებას. ამას კარგად აჩენს ანგელოზის ფიგურის რაკურსი, რომელიც იმდენად თამამია, რომ შეიძლება დაგაბნიოთ კიდეც, მით უმეტეს პატარა რეპროდუქციაზე. მაგრამ სამოქმედო სივრცის ილუზიის შექმნის გეომეტრიულ ხერხებს მან კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ შესძინა: შუქის გადმოცემა. შუა საუკუნეების მხატვრები განათებას ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ. მათი ბრტყელი ფიგურებისგან ჭრილი არ ეფინებოდა. მაზაჩო ამ მხრივაც გზის გამკვალავი იყო. მისი მომგვალებული და მკვრივი ფიგურები შუქ-ჭრდილით ძლიერად არის მოდელირებული, მაგრამ არავის დაუნახავს ამ ხერხის უსაზღრო დიდი ახალი შესაძლებლობები, ისე ნათლად, როგორც პიერო დე ლა ფრანჩესკას.
ამ სურათში შუქი არა მხოლოდ ფიგურების ფორმის მოდელირების საშუალებას იძლევა, არამედ სიღრმის ილუზიის შესაქმნელადაც. ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც პერსპექტივას. წინა პლანზე გამოსახული ჯარისკაცის ფიგურა მუქ სილუეტად იკვეთება კარვის გაკაშკაშებული ღიობის ფონზე. ჩვენ შევიგრძნობთ მანძილს ჯარისკაცსა და საფეხურებს შორის, რომლებზეც მცველი ზის. მცველის ფიგურა კი თავის მხრივ ანგელოზის მიერ გამოსხივებული შუქის წყალობით იკვეთება. კარვის სიმრგვალეს თუ სიცარიელეს მის შიგნით არსებული შუქი იმდენადვე შეგვაგზნობინებს, რამდენადაც პერსპექტივა და რაკურსები. მაგრამ შუქ-ჩრდილის საშუალებით პიერო კიდევ უფრო დიდ საოცრებებს ახდენს. მისი წყალობით იგი უკუნ ღამეს მომხდარი ამბის იდუმალ ატმოსფეროს ქმნის. იმპერატორს ევლინება ხილვა, რომელმაც ისტორიის მთელი მსვლელობა შეცვალა. ამ შთამბეჭდავი უბრალოებისა და სიმშვიდის გამო პიერო შეიძლება მაზაჩოს მემკვიდრეთა შორის საუკეთესოდაც კი ვაღიაროთ. მაშინ, როცა ეს თუ სხვა მხატვრები ფლორენციელ ოსტატთა სახელოვანი თაობის მიგნებებს იყენებდნენ ხოლმე, თვით ფლორენციელი მხატვრები ნელ-ნელა ხდებოდნენ, რა ახალი სირთულეები მოიტანა ამ მონაპოვარმა. თავიდან გამარჯვებით აღფრთოვანება იმდენად დიდი იყო, რომ ეგონათ, პერსპექტივის აღმოჩენა და ნატურის შესწავლა ყველა არსებულ სიძნელეს გადაგვალახვინებსო. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელოვნება მეცნიერებისგან სრულებით განსხვავებული რამ არის. ხელოვანის საშუალებები, მისი ტექნიკური ხერხები შესაძლოა განვითარდეს, მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, ხელოვნების წინსვლა იმ აზრით, რომელსაც მეცნიერების წინსვლაში ვდებთ. ხელოვნებაში ყოველ ახალ აღმოჩენას ახალი სირთულეები მოხვება ხოლმე. ჩვენ გვახსოვს, რომ შუა საუკუნეების მხატვრებმა სწორად ხაზვის წესები არ იცოდნენ, მაგრამ სწორედ ამ არცოდნამ შეაძლებინა მათ ფიგურების სურათზე სურვილი სამებ განელაგებინათ და ამ გზით სრულყოფილი ხაზოვანი კომპოზიცია შეექმნათ. და ამ ტიპის ოსტატობის ნიმუშებია მე-12 საუკუნის დასურათებული კალენდარი და მე-13 საუკუნის რელიეფი ღვთისმშობლის მიძინების გამოსახულებით. მე-14 საუკუნის მხატვრებსაც კი, მაგალითად სიმონე მარტინის, ჯერ კიდევ შეეძლოთ ისე განელაგებინათ ფიგურები, რომ ოქროსფერ ფონზე ცხადი ორნამენტის მაგვარი ნახატი დაჩნეულიყო. როგორც კი დამკვიდრდა ახალი გაგება სურათისა, როგორც სინამდვილის სარკისა, ფიგურების განთავსების საკითხი ისე ადვილად გადასაწყვეტი ვეღარ იქნებოდა. რეალურ ცხოვრებაში ფიგურები ჰარმონიულად დაჯგუფებული არასდროს არ არიან და არც ნეიტრალურ ფონზე იკვეთებიან. ერთი სიტყვით, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ მხატვრის მიერ მოპოვებული ახალი ძალმოსილება იმავდროულად მის უძვირფასეს ნიჭს სიამისა და კმაყოფილების მომგვრელი მთლიანობის შექმნის უნარს არარად აქცევდა. პრობლემა კიდევ უფრო რთულდებოდა თუ მხატვრისთვის საკურთხევლის დიდი ზომის ნახატი ან სხვა მსგავსი რამ ჰქონდა დაკვეთილი. ეს ნახატები შორიდანვე უნდა გამოჩენილიყო და ეკლესიის ხუროთ მოძღვრებასთან შეთანადებაც მართებდა. ამას გარდა საღვთო ისტორიის ამბები წირვაზე მოსულთა თვალშიც ნათელი და შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. 171 სურათი გვიჩვენებს თუ როგორც ცდილობს მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის ფლორენციელი მხატვარი ანტონიო პოლაიოლო ეს ახალი პრობლემა გადაწყვიტოს. შექმნას გამართულად დახატული და ამასთანავე ჰარმონიული კომპოზიციის მქონე სურათი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ცდა პრობლემის არამარტო ტაქტისა და გუმანის წყალობით, არამედ გარკვეული წესების მიდევნებით გადაწყვეტისა. შესაძლოა იგი ბოლომდე წარმატებული არც იყოს და სურათი დიდად არც გვიზიდავდეს, მაგრამ აქ ნათლად ჩანს, რომ ფლორენციელი მხატვრები ამ სიძნელეს სავსებით აცნობიერებდნენ. სურათი წმინდა სებასტიანის წამებას გვიხატავს. ის ბოძზეა მიბული და ჯალათებით არის გაშემორთმული. ეს ჯგუფი მეტად რეგულარულ ფორმად, დაგრძელებულ სამკუთხედად იკვრება. ერთ მხარეს გამოსახულ ყოველ ჯალათს მეორე მხარეს ჯალათისვე ფიგურა ეპასუხება. ფიგურა და განთავსება მართლაც ნათელი და სიმეტრიულია. შესაძლოა მეტისმეტად ხისტიც კი. როგორც ჩანს, მხატვარი გრძნობდა ამ ხარვეს და ცდილობდა სურათში რაღაც მრავალფეროვნება შეეტანა. ერთ-ერთი ჯალათი, ისრის დასამაგრებლად დახრილი, წინიდან არის გამოსახული. მისი შესაბამისი ფიგურა კი ზურგიდან. ასევეა მოცემული მსროლელთა ფიგურები. ამ მარტივი ხერხებით მხატვარი ლამობს კომპოზიციის ხისტის სიმეტრია თავიდან აიცილოს და მუსიკას რომ სჩვევია, იმგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობები შეგვაგზნობინოს. პოლაიოლოს სურათში ეს ხერხი ჯერ ძალზე თვითმიზნური ჩანს. კომპოზიცია კი რაღაცნაირ სავარჯიშოს წააგავს. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მოპირდაპირე ფიგურებისთვის იგი სხვადასხვა მხრიდან დანახულ ერთსა და იმავე მოდელებს იყენებდა. იმის წარმოდგენაც შესაძლებელია, რომ მას კუნთებისა და მოძრაობათა გამოსახვის დაუფლების გამო სიამაყით ახსილს, თითქმის მთლიანად დაავიწყდა, რა უნდა გამოესახა. უფრო მეტიც, პოლაიოლომ დასახულ მიზანს სრულად ვერც კი მიაღწია.
მართალია, პერსპექტივის ახალი ხელოვნების მომარჯვებით უკანა პლანზე ტოსკანის ლანდშაფტის ჩინებული ხედი წარმოადგინა, მაგრამ მთავარ მოქმედებას ის ნამდვილად ვერ ეხამება. წინა პლანზე გამოსახულ გორაკს, რომელზეც მარტილს აწამებდნენ, და უკან დახატულ პეიზარს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. შეიძლება ისიც კი იფიქრო, უკეთესი ხომ არ იქნებოდა პოლაიოლოს კომპოზიცია ნეიტრალურ ან ოქროსფერ ფონზე მოექციო, მაგრამ მალევე ხვდებით, რომ ეს ხერხი მისთვის უკვე გამოირიცხა. ასეთი მკვრივი და ცოცხლის მსგავსი ფიგურები ოქროსფერ ფონს ვეღარ შეეგუებოდა. მას შემდეგ, რაც ხელოვნებამ ბუნებასთან გაჯიბრება დაიწყო, მას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. პოლაიოლოს სურათი გვიჩვენებს, რა პრობლემებზე ბჭობდნენ მე-15 საუკუნის მხატვრები თავიანთ სახელოსნოებში. სწორედ ამ სირთულეების გადაჭრის მეოხებით მიაღწია იტალიურმა ხელოვნებამ თავის წვერვალს მომდევნო თაობის შემოქმედებაში. სანდრო ბოტიჩელი, მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის იმ ფლორენცია მხატვართაგანია, რომლებიც ამ საკითხების გადასაწყვეტად ძალღონეს არიშურებდნენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათი არა ქრისტიანულ ლეგენდას, არამედ ვენერას დაბადების კლასიკურ მითს წარმოგვიდგენს. სურათი 172. კლასიკოს პოეტებს მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იცნობდნენ, მაგრამ მხოლოდ რენესანსის დროს, როდესაც იტალიელები დიდი დაჟინებით ცდილობდნენ რომის ძველი დიდების აღდგენას, გახდა კლასიკური მითები კვლავ პოპულარული განათლებულ ერისკაცთა წრეში. ამ ადამიანთა თვალში მათთვის ასე სათაყვანო ბერძნებისა და რომაელების მითოლოგია მხოლოდ ლამაზი და სახალისო ზღაპარი როდი იყო. იმდენად სწამდათ გარდასულ დროთა ადამიანების ზეაღმატებული სიბრძნისა, რომ სჯეროდა თითქოს ანტიკური ლეგენდები ღრმა და იდუმალ ჭეშმარიტებას შეიცავდა. ის პირი, რომელმაც ბოტიჩელის ეს სურათი თავისი ქალაქგარე მდებარე ვილისთვის დაუკვეთა, მედიჩების მდიდარი და ძლევამოსილი ოჯახის წევრი იყო. მან თუ მისმა განსწავლულმა მეგობრებმა როგორც ჩანს აუხსნეს მხატვარს, რა იყო ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ გამოსახავდნენ ვენერას ზღვიდან ამოსვლას ძველად. ამ სწავლულთათვის ვენერას დაბადების ამბავი იმ საიდუმლო სიმბოლო იყო, რომლის მეშვეობითაც დედამიწას ღვთისგან მშვენიერება ეუწყა. შეგვიძლია წარმოიდგინოთ, როგორი მოწიწებით შეუდგა მხატვარი ამ მითის ჯერონად გამოსახვისთვის მუშაობას. სურათზე გამოსახული მოქმედება მაშინვე ამოიცნობა. ნიჟარაზე მდგომი ვენერა ზღვიდან ამოსულა. ვართა თოვაში ქართა ღვთაებებს იგი ნაპირისკენ მიხავთ. ის აპირებს ფეხი ხმელეთზე დაადგას. ერთ-ერთი ხორა თუ ნიმფა კი მას მეწამულ მოსასხამს აგებებს. ბოტიჩელის გამოუვიდა ის, რაც პოლაიოლომ ვერ მოახერხა. მისი სურათი სავსებით ჰარმონიული ხაზოვანი კომპოზიცია. თუმცა პოლაიოლო გვეტყოდა, ბოტიჩელი მე ზოგი ისეთი მონაპოვრის დათმობის ფასად შეძლო, რომლებიც მე არასგზით მემეტებოდაო. ბოტიჩელის ფიგურები ნაკლებად მკვრივია. ისინი ისე სწორადაც არაა დახატული, როგორც პოლაიოლოსი ან მაზაჩოსი. მისი კომპოზიციის მოხდენილი მოძრაობები თუ მელოდიური ხაზები, გიბერტის და ფრანჯელიკოს ხელოვნების თიკურ ტრადიციას მოგვაგონებს, შესაძლოა თვით მე-14 საუკუნის ხელოვნებასაც კი. სიმონე მარტინის ხარების ან ფრანგი ოქრომჭედლის ნაკეთობის მსგავს ნაწარმოებებს, რომლებისთვის დამახასიათებელი სხეულის ნაზი მიხრა-მოხრა და სამოსის ნაკეთსთა დახვეწილი დენა ზემოთაც აღნიშნეთ. ბოტიჩელის ვენერა იმდენად ლამაზია, რომ ვერც კი ვამჩნევთ მისი კისრის არაბუნებრივ სიგრძეს, მის მეტისმეტად დაქანებულ მხრებს, მისი მარცხენა ხელის სხეულთან უცნაურ შენაწევრებას. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ბოტიჩელის ასეთი თავისუფალი დამოკიდებულება ბუნებისადმი, გამიზნული, მოხდენილი მონახაზის მისაღებად, ხაზოვან სტრუქტურას სილამაზესა და ჰარმონიას მატებს. ის აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს ნაპირს ზეციურ ძღვნად უსაზღვროდ ფაქიზი და სათუთი არსება მოვლენია. დიდარ ვაჭართან, რომელმაც ბოტიჩელის ეს სურათი დაუკვეთა ლორენცო დი პიერფრანჩესკო დე მედიჩისთან. მუშაობდა კიდევ ერთი ფლორენციელი, რომელსაც ბედმა არგუნა მთელი კონტინენტისთვის მიეცა სახელი. სწორედ მისი ფირმის დავალებით გაემგზავრა ამერიგო ვესპუჩი ახალი სამყაროსკენ. ჩვენ იმ პერიოდს მივადექით, რომელიც მოგვიანებით ისტორიკოსებმა შუა საუკუნეების ოფიციალურ დასასრულად მიიჩნიეს. უკვე ვიცით, რომ იტალიურ ხელოვნებაში არაერთი გარდატეხა მოხდა, რომელიც შეიძლებოდა ახალი ხანის დასაწყისად ჩაგვეთვალა. ჯოტოს აღმოჩენები 1300 წლის ახლოხანებში, ან ბრუნელესკისა 1020 წლის ახლოხანებში. მაგრამ ტექნიკის ასეთ რევოლუციურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა ამ ორი საუკუნის განმავლობაში ხელოვნების თანდათანობითი სახეცვლა იყოს. ცვლილებების აღწერაზე უფრო ადვილი მათი შეგრძნებაა. შუა საუკუნეების ციგნის მხატვრობას, რომელზეც წინათავებში საუბრობდით. ამ დარგის დაახლოებით 1475 წელს შესრულებულ ფლორენციულ ნიმუშს თუ შევადარებთ, დავინახოთ, რამდენად განსხვავებულ სულისკვეთებას შეიძლება ემსახურებოდეს ერთი და იგივე ხელოვნება. ვერ ვიტყვით ფლორენციელ ოსტატს ან კძალვა ხლებოდა, ან სასოება,
მაგრამ ხელოვნებამ ისეთი ძალმოსილება მოიპოვა, რომ უკვე შეუძლებელია ოსტატმა იგი მხოლოდ საღვთო ისტორიის საზრისის გადმოცემის საშუალებად მიიჩნიოს. მას ეს ძალმოსილება უფრო იმისთვის სჭირდება, რომ წიგნის გვერდმა სიმდიდრე და ფუფუნება დაგვენახოს. ხელოვნების ეს ფუნქცია, მეტი სილამაზე და მოხდენილობა შესძინოს ცხოვრებას, სრულად არასდროს ყოფილა დავიწყებული, მაგრამ იმ ხანაში, რომელსაც იტალიურ რენესანსს უწოდებთ, ამ ფუნქციამ წინა პლანზე წამოიწია. თავი მე-14. ტრადიცია და სიახლე. მეორე ნაწილი. მე-15 საუკუნე ჩრდილოეთში. როგორც ნახეთ, მე-15 საუკუნეში ხელოვნების ისტორიაში მკვეთრი ცვლილება მოხდა, ვინაიდან ფლორენციაში ბრუნელესკის თაობის აღმოჩენებმა და სიახლეებმა იტალიური ხელოვნება სულ სხვა დონეზე აიყვანა და მისი განვითარების გზა დანარჩენი ევროპის ხელოვნებისას დააცილა. მე-15 საუკუნის ჩრდილოელ მხატვრებს თავიანთი იტალიელი კოლეგებისგან შესაძლოა იმდენად მიზნები არ განასხვავებდათ, რამდენადაც საშუალებები და მეთოდები. ჩრდილოეთსა და იტალიას შორის განსხვავება განსაკუთრებით არქიტექტურაშია თვალსაჩინო. თავისი შენობებისთვის კლასიკური მოტივების გამოყენების რენესანსული მეთოდის შემოტანით, ბრუნელესკიმ ფლორენციაში გოთიკურ სტილს წერტილი დაუსვა. თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, სანამ ხელოვანები იტალიის გარეთაც მიბაძავდნენ მის მაგალითს. ეს ხელოვანები მთელი მე-15 საუკუნის განმავლობაში წინა საუკუნის გოთიკური სტილის განვითარებას განაგრძობდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გოთიკური არქიტექტურის ტიპურ ელემენტებს მაშინდელი ნაგებობებით შეიცავდა, კერძოდ შეისრულ თაღებსა თუ არბუტანებს, ამ დროის გემოვნება მაინც ძლიერად იყო შეცვლილი. გვახსოვს, რომ მე-14 საუკუნის არქიტექტორებს ნატიფი ცნულებისა და უხვი ორნამენტების გამოყენება უყვარდათ. გავიხსენოთ დეკორაციული სტილი, რომლის მაგალითია ექსეტერის კათედრალის სარკმელი. მე-15 საუკუნეში ქვის ჩახუჭუჭებული აჟურითა და ფანტასტიკური ორნამენტებით ეს გატაცება კიდევ უფრო გამძაფრდა. მართუმსაჯულების სასახლე რუანში. სურათი 174. ნიმუშია ფრანგული გოთიკის ამ ბოლო ეტაპისა, რომელსაც ხანდახან ალისებრ სტილს უწოდებენ. ხედავთ, რომ არქიტექტორებმა მთელი შენობა უსაზღვროდ მრავალფეროვანი მორთულობით დაფარეს და ჩანს, სრულიადაც არ ედარდებოდა, თქონდა თუ არა ამას რაიმე სტრუქტურული ფუნქცია. ამ ნაგებობათაგან ზოგიერთს ზღაპრულიც კი ეთქმის, იმდენად გამოუგნებელია სიმდიდრე და გამომგონებლობა. მაგრამ იგრძნობა, რომ არქიტექტორებმა გოთიკური ხუროთმოძღვრების უკანასკნელი შესაძლებლობანი ამოძურეს და რომ ადრე თუ გვიან ამას რეაქცია მოხვებოდა. მართლაც, ზოგი ნიშნით უკვე ჩანდა, რომ ჩრდილოეთის ხუროთმოძღვრებს იტალიის ზეგავლენის გარეშეც შეეძლოთ ახალი, უფრო სადა სტილი შეექმნათ. ამ ტენდენციების მომძლავრება განსაკუთრებით კარგად ჩანს ინგლისში, იქაური გოთიკური სტილის ბოლო ეტაპზე, რომელიც პერპენდიკულარული სტილის სახელით არის ცნობილი. ეს სახელწოდება მე-14 საუკუნის მიწურულისა და მე-15 საუკუნის ინგლისური შენობების ხასიათს ასახავს. მათ მორთულობაში სწორი ხაზები უფრო მეტია, ვიდრე წინანდელი დეკორაციული აჟურით სკალები და თაღები. ამ სტილის ყველაზე ცნობილი ნიმუშია კემბრიჯის სამეფო კოლეჯის შესანიშნავი სამლოცველო, სურათი 175, რომლის მშენებლობა 1446 წელს დაიწყო. ამ ეკლესიის მოყვანილობა ბევრად მარტივია, ვიდრე ადრეული გოთიკური ინტერიერებისა. მას არ აქვს გვერდითი ნავები, ამის გამო კი არც სვეტები და არც შეისრული თაღები. მთლიანობაში იგი უფრო ხალვათი დარბაზის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე შუა საუკუნეების ეკლესიისას. ნაგებობა მთლიანობაში დიდ კათედრალებთან შედარებით უფრო სადა და შესაძლოა უფრო ამქვეყნიურიც არის, მაგრამ დეტალებს ეთხოვა, რომ გოთიკური სტილის ხელოვანის წარმოსახვას დიდი თავისუფლება მიეცა. კერძოდ ეს გამოვლინდა მარაოსებრ კამარაში, რომელიც რკალებისა და ხაზების ფანტასტიკური ცნულები კელტურ და ნორთუმბრიულ ხელნაწერთა საოცრებას მოგვაგონებს. ამასობაში ფლორენციის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ქალაქების მხატვრებმაც აიტაცეს დონატელოსა და მაზაჩოს ახალი იდეები. და შესაძლოა თვით ფლორენციელებზე უფრო მეტადაც იყვნენ მონდომებული, მათი სიკეთით ესარგებლად. ერთ-ერთი მათგანია ანდრეა მანტენია, რომელიც თავიდან ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქ პადუაში, შემდეგ კი მანტუის გამგებელთა კარზე მუშაობდა. ორივე ჩრდილოეთ იტალიაშია. პადუის ეკლესიაში ძალიან ახლოს იმ სამლოცველოსთან, სადაც ჯოტომ თავისი ცნობილი ფრესკები დახატა, მანტენიამ შექმნა კედლის მხატვრობის ნიმუშები წმინდა იაკობის ცხოვრების სცენებით. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია ყუმბარამ დააზიანა და მანტენიას შესანიშნავი ნახატების უმეტესი ნაწილი განადგურდა. ეს მეტად სამწუხარო დანაკლისია, ვინაიდან ისინი მხატვრობა და ქანდაკება იტალიის გარეთ სხვა ქვეყნებში გარკვეულწილად არქიტექტურის პარალელურად ვითარდებოდა. სხვაგვარად რო ვთქვათ, მაშინ როდესაც რენესანსი იტალიაში საყოველთაო გამარჯვებას ზეიმობდა, მე-15 საუკუნის ჩრდილოეთი ისევ გოთიკური ტრადიციის ერთგული რჩებოდა.
ძმები ვან ეიკების მიერ შემოტანილი დიდი სიახლეების მიუხედავად, ხელოვნება ისევ ჩვეულებებსა და ჩვევებს ეფუძნებოდა და არა მეცნიერებას. პერსპექტივის მათემატიკური კანონები, მეცნიერული ანატომიის საიდუმლოებანი, რომაული ძეგლების შესწავლა, ჩრდილოელ ოსტატებს ჯერაც არ ანაღლებდათ. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ისინი კვლავ შუა საუკუნეების ხელოვანები იყვნენ. ალპებს მიღმა მათი კოლეგები კი უკვე ახალ დროს ეკუთვნოდნენ. მაგრამ ამოცანები, რომელთა პირისპირ ალპების გაღმა-გამოღმა მოღვაწე ოსტატები იდგნენ, მაინც თვალში საცემად მსგავსი იყო. ვან ეიკმა მათ ასწავლა, თუ როგორ უნდა ექციათ სურათი ბუნების სარკეთ დეტალების აკურატულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმატებითა და მთელი ჩარჩოსთვის საგულდაგულო ყურადღების მინიჭებით. მაგრამ ისევე როგორც სამხრეთში, ფრა ანჯელიკო და ბენოცო გოცოლი მაზაჩოს სიახლეებს, მე-14 საუკუნის სულისკვეთებით მოიმარჯვებდნენ ხოლმე, ზოგიერთი ჩრდილოელი მხატვარიც ცდილობდა ვან ეიკის აღმოჩენები ტრადიციული თემებისთვის მიესადაგებინა. მაგალითად, გერმანელი მხატვარი შტეფან ლოხნერი, რომელიც კიონში მე-15 საუკუნის შუა ხანებში მუშაობდა, თითქოს ჩრდილოელი ფრა ანჯელიკო. მისი მომხიბლავი ნახატი ღვთისმშობელი ვარდების ტალავეში, სურათი 176, რომელზეც გამოსახულია პატარა ანგელოზებით გაშემორთმული მარიამი, ისინი უკრავენ, ყვავილებს მიმოაბნევენ და ღრმა ქრისტეს ხილს თავაზობენ, გვიჩვენებს, რომ ოსტატი ვან ეიკის ახალ მეთოდებს ისევე კარგად იცნობდა, როგორც ფრა ანჯელიკო მაზაჩოს მიგნებებს. მიუხედავად ამისა, მისი სურათი თავისი განწყობით გოთიკური სტილის უილტონის დიპტიქთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე იან ვან ეიკის ნახატებთან. შესაძლოა საინტერესო იყოს კვლავ დაუბრუნდეთ განხილულ ნიმუშს და ეს ორი ნამუშევარი შევადაროთ. მაშინვე ჩანს, რომ მოგვიანო მხატვარმა უკვე იცის ის, რაც ადრინდელს ეძნელება. ლოხნერს შეუძლია შეგვაგზნობინოს სივრცე, რომელშიც კორდზე აღსაღდრებული ღვთისმშობელია მოქცეული. მის ფიგურას უილტონის დიპტიქისას თუ შევადარებთ, ეს უკანასკნელი ცოტათი ბრტყელი გამოჩნდება. ლოხნერი წმინდა ქალწულს ჯერ კიდევ ოქროს ფონზე გამოსახავს, მაგრამ ფონის წინ უკვე რეალური სცენაა. მან ორი მომხიბლავი ანგელოზიც კი დაამატა, რომლებსაც თითქოს ჩარჩოდან ჩამოშვებული ფარდა გადაუწევიათ. სწორედ ლოხნერისა და ფრა ანჯელიკოს სურათების მსგავსმა ნამუშევრებმა იმოქმედა პირველად მე-19 საუკუნის რომანტიკოსი კრიტიკოსების, თუნდაც რასკინისა და პრერაფაელიტთა სკოლის მხატვრების წარმოსახვაზე. ისინი ამ სურათებში უხინჯო სასოებისა და ბავშვური გულუფხილობის მომხიბლაობას პოულობდნენ. გარკვეულწილად ისინი მართლებიც იყვნენ. შესაძლოა ეს სურათები იმიტომ გვიზიდავს, რომ რეალურ სივრცესა და მეტნაკლებად სწორ ნახატს მიჩვეულ თანამედროვე ადამიანს მათი გაგება ისე არ უჭირს, როგორც მანამდელი შუა საუკუნეების ოსტატთა ნაწარმოებებისა. თუმცა ძველი სულისკვეთება აქ კვლავ შენარჩუნებულია. ჩრდილოეთის სხვა მხატვრები უფრო ბენოცო გოცოლი შეიძლება შევადაროთ, რომლის ფრესკებიც ფლორენციის მედიჩების სასახლეში ინტერნაციონალური სტილის ტრადიციული განწყობით ასახავს წარჩინებულთა წრის მხიარულ ზეიმებს. ეს უფრო მეტად იმ მხატვრებზე ითქმის, რომლებიც გობელენებს ქმნიდნენ და მდიდრულ ხელნაწერებს ასურათებდნენ. 177 სურათზე ნაჩვენები გვერდი დაახლოებით მე-15 საუკუნის შუა ხანებშია მოხატული, იმავე პერიოდში, როცა გოცოლის ფრესკები. უკანა პლანზე ტრადიციული სცენაა წარმოდგენილი. მხატვარი დასრულებულ ხელნაწერს მის წარჩინებულ დამკვეთს გადასცემს. მაგრამ მხოლოდ ამ თემის გამოსახვა მხატვარს ძალზე მოსაწყენად მოეჩვენა. ამიტომ მოქმედება სახლის წინკაში გადაიტანა და დაგვანახა ყოველივე ისიც, რაც ირგვლივ ხდება. ქალაქის კარიბჭის უკან ადამიანთა ჯგუფია, რომელიც აშკარად ნადირობისთვის ემზადება. ყოველ შემთხვევაში მათგან ყველაზე პეწიანს ხელში შევარდენი უჭირავს. დანარჩენები კი მას გაბღენძილი ბიურგერების იერით შემორთმიან გარს. ქალაქის კარიბჭის გაღმა-გამოღმა ვხედავთ დახლებსა და ფარდულებს, ვაჭრებს, რომლებიც თავიანთ საქონელს თავაზობენ, და მყიდველებს, რომლებიც მას ომლებიც მას სინჯავენ. ეს შუა საუკუნეების ქალაქის რეალური სურათი გახლავთ. მსგავსი რამ არ შეიძლებოდა 100 წლით ადრე შექმნილიყო, მით უფრო წინა ეპოქებში. ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას ზედმიწევნით, მხოლოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნება ასახავდა. მაგრამ თავიანთ სამყაროს ასე დეტალურად, ასეთი იუმორით, ეგვიპტელებიც კი არ აკვირდებოდნენ. ყოველდღიური ყოფის ამ მომხიბლავ გამოსახულებებში გამჟღავნდა ხუმრობისა და სიანცის განწყობილება, რომლის მსგავსიც უკვე ვნახეთ დედოფალ მერის ფსალმოთში. ჩრდილოეთის ხელოვნება იტალიურზე ნაკლებად ეტანებოდა ჰარმონიისა და მშვენიერების იდეალის მიღწევას. სწორედ ამან განაპირობა შემდგომ ამგვარი ნაწარმოებების მომრავლებაც. მაგრამ ძალიან შევცდებით თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ორი სკოლა ერთმანეთისგან მოწყვეტით ვითარდებოდა. ცნობილია, რომ მაშინდელი საფრანგეთის მოწინავე მხატვარმა ჟან ფუკემ ახალგაზრდობაში იტალიაში იმოგზაურა. იგი რომში ჩავიდა, სადაც 1457 წელს პაპის პორტრეტი შექმნა.
178 სურათი ქტიტორის პორტრეტია, რომელიც როგორც ჩანს, მან სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დახატა. ისევე როგორც ვილტონის დიპტიქზე, წმინდანი აქაც იფარავს მლოცველი ქტიტორის მუხმოდრეკილ ფიგურას. ვინაიდან ქტიტორს ესტიენი, ძველფრანგულად სტეფანე ერქვა, მის გვერდით მისი მფარველი, წმინდა სტეფანია გამოსახული, რომელიც როგორც ეკლესიის პირველი დიაკვანი, დიაკვნის სამოში გამოწყობილა. ხელში მას წიგნი უჭირავს, რომელზეც დიდი წვეტიანი ქვადერს, რადგან ბიბლიის მიხედვით წმინდა სტეფანე ქვებით ჩაქოლეს. ვილტონის დიპტიქს თუ მიუბრუნდებით, დავინახავთ რამხელა ნაბიჯი გადადგა წინ ხელოვნებამ, ბუნების გადმოცემის მხრივ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ვილტონის დიპტიქის წმინდანები და ქტიტორი თითქოს ქაღალდისგან გამოჩრილი და სურათზე დაწყობილი ფიგურებია. ჟან ფუკეს ფიგურები კი გამოძერტილს გავს. ადრეულ სურათში შუქჩტილის ნიშანწყალიც არ ჩანს. ფუკე კი თითქმის ისევე იყენებს განათებას, როგორც პიერო დელა ფრანჩესკა. ფუკეს მშვიდი, ქანდაკებისებური ფიგურები თითქოს რეალურ სივრცეში დგანან, რაც მოწმობს, რომ მასზე იტალიაში ნანახმა დიდი გავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა, მისი ფერწერული მანერა იტალიურისგან დიდად განსხვავდება. ფუკეს ინტერესი ნივთების ტექსტურისა და ზედაპირის მიმართ, იქნება ეს ბეწვი, ქვა, ქსოვილი თუ მარმარილო, გვიჩვენებს, რომ მისი ხელოვნება დიდად არის დავალებული იან ვან ეიკის ჩრდილოური ტრადიციისგან. მეორე დიდი ჩრდილოელი მხატვარი, რომელიც რომს სტუმრობდა, როგორც მომლოცველი, 1450 წელს, როგირ ვან დერ ვეიდენია. ამ ოსტატის შესახებ ძალიან ცოტა ცნობა გვაქვს. მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ძალიან სახელგანთქმული ყოფილა და ნიდერლანდის სამხრეთ ნაწილში უცხოვრია, სადაც იან ვან ეიკი იღვწოდა. 179 სურათზე წარმოდგენილია საკურთხევლის დიდი ზომის ნახატი, გარდამოხსნა. როგორც ხედავთ, როგირი იან ვან ეიკის მსგავსად, გულდასმით გამოსახავს თითოეულ დეტალს, თმის ყოველ ღერს, ყოველ ნაკერს. მიუხედავად ამისა, მისი სურათი რეალურ სცენას არ გვიხატავს. ფიგურები მან ნეიტრალურ ფონზე, ერთგვარ ზედაპირულ ბაქანზე განალაგა. თუ პოლაიოლოს წინაშე მდგარ პრობლემებს გავიხსენებთ, როგირის ბრძნულ გადაწყვეტას დავაფასებთ. მასაც შესაქმნელი ჰქონდა საკურთხევლის დიდი ზომის ნახატი, რომელიც შორიდან უნდა აღქმულიყო და ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეთათვის საღვთო ამბავი უნდა ემცნო. ყველა მონახაზი მკაფიო უნდა ყოფილიყო, ხასთა კომპოზიცია დამაკმაყოფილებელი. როგირის სურათი ყველა მოთხოვნას სრულად უპასუხებს. თანაც ისე, რომ პოლაიოლოსგან განსხვავებით, არც ნაძალადევი ჩანს და არც ნაცვალები. სურათის კომპოზიციის ცენტრს მთლიანად მნახველისკენ შემოტრიალებული ქრისტეს სხეული ქმნის. მის ორივე მხარეს მტირალი ქალების ფიგურებია განლაგებული. წინ გადახრილი წმინდა იოანე, ასევეა დაყენებული საპირისპირო მხარეს წმინდა მარია მაგდალელი. ამაოდ ცდილობს მიეშველოს გულწასულ ღვთისმშობელს, რომლის მოძრაობა ქრისტეს დაზიდული სხეულისას შეესატყვისება. ხანში შესული მამაკაცების სიმშვიდე მთავარ მოქმედ პირთა ექსპრესიულ ჟესტებს ქმედითად გამოკვეთს. ეს ფიგურები მართლაც რომელიმე მისტერიის ან ტაბლო ვივანის, ანუ ცოცხალი სურათის მონაწილეებს გვანან, რომლებიც იქ შუა საუკუნოვანი წარსულის დიდებული ნაწარმოებების კარგად ვცოდნე. თავისი საშუალებებით მათი მიბაძვის მოსურნე შჩაგონებულმა რეჟისორმა შეაჯგუფა თუ განალაგა. ამ მხრივ ესე იგი, გოთიკური ხელოვნების მთავარი იდეების ახლებურ, ცოცხლის მაგორ სტილში გადმოტანით, როგირმა ჩრდილოურ ხელოვნებას ნამდვილად დიდი სამსახური გაუწია. მან დიდწილად გადაარჩინა ნათელი ხაზოვანი კომპოზიციის ტრადიცია, რომელიც სხვაგვარად შეიძლებოდა გამქრალიყო კიდეც იან ვან ეიკის აღმოჩენების ზემოქმედების შედეგად. ამის შემდეგ სხვა ჩრდილოელი მხატვრებიც თავისებურად ცდილობდნენ ხელოვნების ახალი მოთხოვნები წინანდელ რელიგიურ დანიშნულებასთან შეეთანხმებინათ. 180 სურათზე ვხედავთ მის ნახატს ღვთისმშობლის მიძინება. პირველ რიგში თვალში საცემია თუ რა ჩინებულად ახერხებს მხატვარი წარმოგვიდგინოს 12 მოციქულის სხვადასხვაგვარი რეაქცია მოხდარ ამბავზე. ემოციის გამოსახვის დიაპაზონი დიდია, 7 ჩაფიქრებიდან მხურვალე თანაგზნობამდე და თითქმის თავშეუკავებელ ახტაცებამდეც კი. ვანდერგუსის მიღწევის მნიშვნელობას უფრო უკეთ გავიგებთ, თუ მის ნამუშევარს სტრასბურგის კათედრალის პორტიკზე მოცემულ იმავე სცენის გამოსახულებას შევადარებთ. ჩვენი მხატვრის ტიპების მრავალგვაროვნების საპირისპიროდ ნაქანდაკები მოციქულები ძალზე გვანან ერთმანეთს. თან როგორ ეადვილებოდა ადრეულ მხატვარს ფიგურების მკაფიო კომპოზიცია შეკრა. მას ხომ ვანდერგუსისგან განსხვავებით, რაკურსებთან და სივრცის ილუზიასთან შეჭიდება არ უხდებოდა. იგზნობა რა მძიმე შრომას სევს მხატვარი, რათა ჩვენ თვალწინ რეალური სცენა გააცოცხლოს და თან პანოს ზედაპირზე ცარიელი და უშინაარსო ადგილიც არ დარჩეს. განსაკუთრებით წინა პლანზე გამოსახული ორი მოციქულის ფიგურისა და საწოლის თავზე ზეციური ჩვენების წყალობით
იკვეთება მისი ძალისხმევა, განალაგოს და თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინოს ფიგურები. მაგრამ ამასთანავე, აშკარა ნაძალადეობა, რომლის გამოც მოძრაობები ერთგვარად მოგრუნჩხულილიც კი ჩანს, ცხადად შეგვაგრძნობინებს ძლიერ აღთრინებას, რომელსაც მომაკვდავი ღვთისმშობლის მშვიდი ფიგურა მოუწევს. ამ ხალხით გაჭედილ ოთახში ის ერთადერთია, ვინც ღირსი შეიქნა იხილოს თავისი ძე, რომელიც მის მისაღებად ხელებს განაპყრობს. როგირის მიერ გოთიკური ტრადიციის ახლებურ ფორმაში შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოქანდაკეებისა და ხეზე გრავირების ოსტატებისთვის აღმოჩნდა. 192 სურათი პოლონეთის ქალაქ კრაკოვისთვის 1467 წელს შეკვეთილ ხისგან ნაქანდაკებ საკურთხეველს წარმოგვიდგენს. მისი შემქმნელია ფეიჩტოსი, რომელმაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ნიურნბერგში, გერმანიაში გაატარა და ფრიად ხანდაზმული 1532 წელს გარდაიცვალა. პატარა სურათიც კი ნათლად გვიჩვენებს თუ რა ღირსების მქონეა მისი მკაფიო კომპოზიცია. ჩვენ ხომ ეკლესიაში მისგან მოშორებით მყოფ მორწმუნეთა მსგავსად შეგვიძლია ყველა მთავარი სცენის საზრისი ადვილად ამოვიკითხოთ. ცენტრში კვლავ ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული. 12 მოციქულით გაშემორთმული მარიამი ამჯერად მწოლიარე კი არ წარმოგვიდგება, არამედ ლოცვად მოხმოყრილი. მის ასრულ ხედავთ, როგორ მიიღო ქრისტემ მისი სული სხილმფინარ ზეცაში. სულ ზემოთ კი მამა ღმერთი და მისი ძე მას გვირბინს ადგამენ. საკურთხევლის ორივე გვერდითა ფრთაზე ღვთისმშობლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბებია გამოხატული, რომლებსაც მარიამის 7 სიხარულს უწოდებენ. ციკლი ზედა მარცხენა კვადრატიდან ხარებით იწყება. მას შობა და მოგთა თაყვანისცემა მოყვება. მარჯვნივ გამოსახულია ქრისტეს აღდგომა, მისი ამაღლება და სულიწმიდის მოფენა. ყველა ამ ამბის ჭვრეტა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ღვთისმშობლის დღესასწაულების დროს შეეძლო. ფრთების მეორე მხარეები სხვა დღესასწაულებს შეეფარდებოდა. მაგრამ მხოლოდ ახლოს მისულნი თუ შეძლებდნენ მოციქულთა თავებსა და ხელებში გამჟღავნებული ფეიჩტოსის ხელოვნების სიმართლე და გამომსახველობა დაეფასებინათ, იხილეთ სურათი 183. მე-15 საუკუნის შუა ხანებში გერმანიაში გაკეთდა მეტად არსებითი ტექნიკური აღმოჩენა, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ხელოვნების და არა მარტო მის, შემდგომ განვითარებაზე, გამოიგონეს წიგნის ბეჭდვა. სურათების ბეჭდვა წიგნისას რამდენიმე ათეული წლით უსწრებდა. მცირე ზომის ფურცლები წმინდანთა გამოსახულებებით და ლოცვათა ტექსტებით მომლოცველთა შორის გასავრცელებლად და შინ სალოცავად იბეჭდებოდა. ამ გამოსახულებების ბეჭდვის მეთოდი ძალზე მარტივი იყო. მოგვიანებით ასოების დასაბეჭდა და ზუსტად ასეთი მეთოდი შეიმუშავეს. ირებდნენ ხის ბლოკს და დანით ამოჭრიდნენ ყველაფერს, რაც ნაბეჭდზე არ უნდა გამოჩენილიყო. სხვაგვარად რო ვთქვათ, ყველაფერი, რაც საბოლოოდ თეთრად უნდა დასთხოვოდა, ამოიკვეთებოდა. წვრილ ზოლებად ტოვებდნენ იმას, რაც შავად უნდა დამჩნეოდა. შედეგი იმის მსგავსი იყო, როგორცაც დღეს ნებისმიერი კაუჩუკის ბეჭდით ვიღებთ. ქაღალდზე ბეჭდვის წესი პრაქტიკულად იგივე იყო. ზედაპირზე ზეთისა და მურისგან შეზავებულ მელანს უსვამდნენ, შემდეგ კი მას ქაღალდს დააჯერდნენ. სანამ სულ გაცვდებოდა, ერთი ხის ფიცრისგან საკმაოდ ბევრი ანაბეჭდის დამზადება შეიძლებოდა. სურათების ბეჭდვის ამ მარტივ ტექნიკას ხეზე გრავირება ეწოდება. ეს ძალზე იაფი მეთოდი იყო და მალე დიდი პოპულარობაც მოიპოვა. რამდენიმე ხის ბლოკისგან, ანუ ფიცრისგან, სურათების წყების წიგნივი დაბეჭდვაც შეიძლებოდა. ასეთ მთლიანი ფიცრისგან დაბეჭდილ წიგნებს ბლოკ წიგნებს უწოდებდნენ. ცოტა ხანში ხის გრავიურები და ბლოკ წიგნებით ვაჭრობა ცნობილ ბაზრობებზეც დაიწყეს. ამავე მეთოდით კეთდებოდა ბანკოც, სალაღობო ნახატებიც და ლოცვისას საჭვრეტი ფურცლებიც. 184 სურათზე ნაჩვენებია ერთ-ერთი ადრეული ბლოკ წიგნის გვერდი, რომელსაც ეკლესია სურათ ქადაგების ფუნქციას აკისრებდა. მისი მიზანი იყო მორწმუნეებისთვის შეეხსენებინა, რომ ოდესმე დადგება სიკვდილის ჟამი და მათთვის, როგორც სათავშია ნათქვამი, წესიერად სიკვდილის ხელოვნება ესწავლებინა. ხის გრავიურაზე სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ღვთისმოსავი კაცია გამოსახული. მას გვერდით ბერი უდგას, რომელიც ანთებულ სანთელს აწვდის. ანგელოზი მის სულს მიიღებს, მისი პირიდან მცირე ზომის მლოცველის ფიგურის სახით ამოსულს. უკანა პლანზე ვხედავთ ქრისტეს და წმინდანებს, რომლებსაც უნდა მიაპყროს გონება მომაკვდავმა. წინა პლანზე გამოსახულია მახინჯი, ფანტასტიკური იერის მქონე ეშმაკების სიმრავლე, რომელთა ბაგეებიდან გამოსული წარწერები გვაუწყებს. გაღიზიანებული ვარ, შერცხვენილი ვართ, შეურაცხყოფილი ვარ, არაფერი გვამშვიდებს. ჩვენ დავკარგეთ მისი სული. ფუჭია მათი გროტესკული მანჯვა. ადამიანს, რომელიც სიკვდილის ხელოვნებას კარგად ფლობს, ჯოჯოხეთის ძალები ვერ აშინებენ. როდესაც გუტენბერგმა უდიდესი სიახლე შემოიტანა, ხის ფიცრები მოძრავი ასოებით შეცვალა, რომლებიც ჩარჩოს მეშვეობით იყო თავმოყრილი. ბლოკ წიგნებს ყავლი გაუვიდა. მაგრამ შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ ორი მეთოდის შეთავსება.
მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის მრავალი წიგნი ხის გრავიურებით იყო დასურათებული. ხეზე გრავირება დიდად გამოსადეგი, მაგრამ სურათების საბეჭდად საკმაოდ ტლანქი მეთოდი იყო. თუმცა ეს სიტლანქე ხანდახან საკმაოდ ზემოქმედებას ახდენდა. გვიანდელი შუა საუკუნეების ამ პოპულარული გრავიურების ხარისხი ზოგჯერ ჩვენი საუკეთესო პლაკატებისას მოგვაგონებს. მათი მოხაზულობა მარტივია, საშუალებები ეკონომიური. მაგრამ იმდროინდელ დიდ მხატვრებს საკმაოდ განსხვავებული რამ ეწადათ. მათ სურდათ ეჩვენებინათ, თუ როგორ ემარჯვებოდათ დეტალების გადმოცემა და რამდენად დაკვირვებულები იყვნენ. საამისოდ კი ხეზე გრავირება არ გამოდგებოდა. ამიტომ ამ ოსტატებმა სხვა საშუალებას მიმართეს, რომლითაც უფრო ნატივ ეფექტებს აღწევდნენ. ხის ნაცვლად მათ სპილენძის გამოყენება დაიწყეს. სპილენძის ფირფიტაზე გრავირების პრინციპი ხეზე გრავირებისაგან ცოტათი განსხვავდება. ხეზე გრავირების დროს საჭიროა ამოკვეთოთ ყოველივე ზედმეტი გარდა იმ ხაზებისა, რომელთა გამოჩენაც გსურთ. სპილენძზე გრავირებისას კი უნდა აიღოთ სპეციალური ხელსაწყო, რომელსაც საჭრისი ჰქვია და მისი მეშვეობით სპილენძის ფირფიტას დააჭდიოთ. ხაზი, რომელსაც ამ გზით მიიღებთ, ლითონის ზედაპირზე დასმულ ნებისმიერ საღებავსა თუ მელანს დაიჭერს. ამგვარად, აი რა უნდა გააკეთოთ. სპილენძის ფირფიტას მელნით დაფარავთ. დაუხატავ ადგილებს კი სუფთად გადაწმენთ. თუ ამის შემდეგ ფირფიტას მჭიდროდ მიაჭერთ ქაღალდის ფურცელს, საჭრისით გავლებულ ხაზებში ჩარჩენილი მელანი ქაღალდს დაემჩნევა და ხელთ მზა ანაბეჭდი გექნებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სპილენძის გრავიურა ხის გრავიურის ნეგატივივით არის. ხის გრავიურაზე ხაზები ამოზიდულია, ფირფიტაზე კი ისინი ჩაჭდეულია. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ხელში საჭრისის მტკიცედ ჭერა, ხაზის თანაბარი სისქისა და სიღრმის დაცვა, ცხადია რომ თუ ერთხელ დაეუფლე ამ ხელობას, სპილენძზე გრავირება დეტალების მომრავლებისა და ფაქიზი ეფექტების მიღწევის ბევრად მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე ხეზე გრავირება. მე-15 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი და სახელგანთქმული გრავიურების ოსტატი იყო მარტინ შონგაუერი, რომელიც რაინის ზემოწელში ქალაქ კოლმარში, დღევანდელ ელზასში ცხოვრობდა. 195 სურათზე ნაჩვენებია შონგაუერის გრავიურა წმინდა ღამე. ეს სცენა დიდი ნიდერლანდელი ოსტატების სულისკვეთებით არის გააზრებული. შონგაუერიც მათ მსგავსად სცენის ყველა ყოფითი დეტალის ასახვას ლამობდა. გამოსახულ საგანთა ტექსტურასა და ფაქტურას ისიც შეგვაგრძნობინებს. თითქმის სასწაულია ის, რომ მან ამას ფერის, ფუნჯისა და ზეთის საღებავის გამოუყენებლად მიაღწია. შეგიძლიათ მის გრავიურას გამადიდებელი შუში დააკვირდეთ და შეისწავლოთ, როგორ დამოსახავს იგი დამტრეულ ქვებს და აგურებს, ყვავილებს, თაღზე აყოლებულ სუროს, ცხოველების ბეწვს, მეცხვარეთა თმასა თუ წვერს. მაგრამ მარტო მისი მოთმინება ან ხელგაწაფულობა როდი აღგვაფრთოვანებს. საჭრისით მუშაობის ყველა სირთულე, რომც არ ვიცოდეთ, მაინც მივიღებდით სიამოვნებას იმისგან, თუ როგორ გვიამბობს იგი შობის ამბავს. დანგრეულ, ბოსლად ქცეულ სამლოცველოში ღვთისმშობელს მუხლი მოუკრია. იგი მუხს იდრეკს, რათა თაყვანისცეს ჩვილს, რომელიც თავისი მოსასხამის კალთაზე მზრუნველად დაუწვენია. წმინდა იოსები კი ფარნით ხელში მას შეფიქრიანებული მამაშულურად უყურებს. მარიამთან ერთად ყმას ხარი და ვირით სცემენ თაყვანს. მწყემსებით სადაცაა ზღურბლს გადმოაბიჯებენ. უკანა პლანზე ერთ-ერთ მათგანს ანგელოზი ახარებს. ზედა მარჯვენა კუთხეში თვალს მოკრავთ ზეციურ გუნდს, რომელიც ქვეყანასა ზედა მშვიდობას გალობს. თავისთავად ამ მოტივებს ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციაში ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ მათი ურთიერთდაკავშირება და ფურცლის ზედაპირზე განაწილება მთლიანად შონგაუერისაა. ნაბეჭდი გვერდებისა და საკურთხევლის მხატვრობის კომპოზიციური სირთულეები. გარკვეულწილად ერთმანეთს გავს. ორივე შემთხვევაში სივრცის მინიშნებამ და სინამდვილის საგულდაგულო ასახვამ კომპოზიციური ტონასწორობა არ უნდა დაარღვიოს. მხოლოდ ამ სირთულეთა გათვალისწინებით შეიძლება შონგაუერის მიღწევების სრულად დაფასება. ახლა ხვდებით, რატომ აერჩია მან სამოქმედო არედ ნანგრევები. ეს მას საშუალებას აძლევდა სცენამ კაფიოდ მორღვეული წყობით მოესაზღვრა. ის ჩვენ წინ გადახსნილ ღიობს ქმნის, რომელშიც ვიხედებით. ამანვე შეაძლებინა განათებული მთავარი ფიგურები შავ ფონზე მოეთავსებინა და გრავიურაზე არც ერთი ცარიელი ან არაფრის მთმელი ადგილი არ დაეტოვებინა. თუ ფურცელზე ორ დიაგონალს გავავლებთ, დავინახავთ, როგორ გულდასმით არის აგებული მისი კომპოზიცია. მათი გადაკვეთა ღვთისმშობლის თავსთან ხდება და იგი გრავიურის ჭეშმარიტი ცენტრია. ხესა და ლითონზე გრავირების ხელოვნება მალე მთელ ევროპაში გავრცელდა. არსებობს მანტენიას და ბოტიჩელის მანერით შესრულებული იტალიური გრავიურები, ასევე ნიდერლანდური და ფრანგული ნაბეჭდი გვერდები. ეს გრავიურები ევროპელი მხატვრებისთვის იდეების ურთიერთგაზიარების კიდევ ერთი საშუალება გახდა. იმ დროს ჯერაც არ მიაჩნდა ცილსხლად ერთი მხატვარი თუ მეორის იდეით ან კომპოზიციით ისარგებლებდა.
ამიტომ ბევრი შედარებით მოგრძალებული ოსტატი გრავიურებს ნიმუშთა წიგნებივით დაესესხებოდა ხოლმე. როგორც წიგნების ბეჭდვამ დააჩქარა იდეების გაცვლა-გამოცვლა, რის გარეშეც რეფორმაცია ალბათ არასდროს მოხდებოდა, ასევე გამოსახულებათა ბეჭდვამ უზრუნველყო იტალიური რენესანსის ხელოვნების ტრიუმფი მთელ დანარჩენ ევროპაში. ის იყო ერთ-ერთი იმ ძალთაგან, რომლებმაც შუა საუკუნეების ხელოვნებას ჩრდილოეთში ბოლო მოუღო და ამ ქვეყნების ხელოვნების კრიზის გამოიწვია, რისი დაძლევაც მხოლოდ უდიდეს ოსტატებს შეეძლოთ.